ძირფას მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენს კურსს და დღეს ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელებთ საუბარს ტექსტის ორ ტიპზე, რომელიც გამოიკვეთა მოდერნისტულ ლიტერატურაში, ესე იგი არა მხოლოდ ტაძარი და ლაბირინთი არა როგორც მეტატროპები, არამედ როგორც თვითონ ტექსტის გარკვეული ტიპი და აქ უნდა მოვიხმოთ ხორხე ლუის ბორხესი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მწერალი და მოაზროვნე, რომელმაც მოგვცა ასეთი ტიპის ტექსტის, როგორც გარკვეული ტექსტი ტექსტში, ანუ ამ შემთხვევაში მეტატექსტი არის სემიოტიკური გაგებით თვითონ ბორხესის ტექსტი და ტექსტში არის ალბერი ორი პროტაგონისტი ეს თქვათ ესე წერალი რომელიც წერს რომანს და მისი სიკვდილის შემდეგ მკვლელობის შემდეგ სრულად გაუგებარია რა არის ეს რომანი, იმიტომ რომ რაღაც პერსონაჟი ჩდება, შემდეგ ეს პერსონაჟი აღარ არის. მე უცებ ისევ ჩდება ეს პერსონაჟი, მე ისევ ხრება და მცხოვრებელი ნარატორი არის ჩინელი, რომელიც გაშიფრავს ამ ჩანაფიქრს. აღმოჩნდება, რომ ეს არის განტოტვილ ბილიქთა ბაღი. სინამდვილეში ეს არის ლაბირინთი, ოღონდ არა სივრცული, არამედ დროითი. თხრობა დროში მიმდინარეობს. ხო? აქედან გამომდინარე რომანის ავტორი შეეცადა დაეწერა ისეთი ტექსტი, სადაც იქნებოდა რეალიზებული ყველა ვარიანტი. პარალელური სამყაროებისა, ვთქვათ ასე. არის პარალელური სამყარო, სადაც ვართ მე და თქვენ, არის პარალელური სამყარო, სადაც თქვენ ხართ მე არა ვარ, არის პარალელური სამყარო, სადაც ვარ მე თქვენ არა ხართ, არის პარალელური სამყარო, სადაც მე და თქვენ ვართ მეგობრები და არის პარალელური სამყარო, სადაც მე და თქვენ ვართ მტრები. სხვათა შორის აი ეს აქ რეალიზებული არის ჩვეულებრივად ბორხეს მეგობარს ადოლფო ბიოი კასარეს ბორხეს ყავდა ესე ძალიან საინტერესო წრე თანამოაზრეების ბიოი კასარესი იყო მისი არა მხოლოდ მეგობარი, არამედ ერთად წერდნენ სხვათა შორის ტექსტებს სხვა მისტიფიკაციებს აკეთებდნენ, სხვა ფსევდონიმებით წერდნენ მაგალითად დეტექტიურ რომანებს ან დაწერილი აქვს ეგეთი წიგნი რეცენზიებისა წიგნებზე, რომლებიც სინამდვილეში არ არსებობს. და ეს ბევრი ესეთ ფიქციებს აკეთებდნენ ეს ბორხესი და კასარესი. კასარეს აქვს ესეთი რომანი კი არა, უკაცრავად მოთხრობა ძალიან საინტერესო. სადაც სწორედ რეალიზებულია ბორხესის ეს პარალელური სამყაროების იდეა. კერძოდ, მთავარი მოქმედი პირი ხდება ბუენოს-აირესში, რო იღვიძებს. მაგრამ ამ ბუენოს-აირესში რაღაც ქუჩები არ არის, რაღაცა გვარები არ არის და თურმე მოხდა იმ პარალელურ სამყაროში, სადაც გაიმარჯვა კართაგენმა და რომი დამარცხდა. და ამას გარკვეული შედეგები აქვს. კერძოდ, კათოლიკური ტაძრების ნაცვლად არის ტაძრები, სადაც არის სამკუთხედი და კართაგენული სიმბოლოები და ყველაფერთან ერთად არ არიან ანგლოსაქსები და არ არის ანგლოსაქსური გვარები.
მოკლედ ტექსტი როგორც ლაბირინთი, ამიტომ დაკარგული დროის ძიებაში არის გარკვეული ასეთ ტექსტი ლაბირინთი, სადაც განსხვავებით იუსმანსის რომანისაგან, სადაც არის იერარქია და სადაც არის გარკვეული ცენტრი, ტაძარი როგორც რომანის გული და ამავე დროს რომანი როგორც გარკვეული ტაძარი. ხო? აი პრუსტის შემთხვევაში და რა თქმა უნდა პრუსტი ძალიან კარგად იცოდა იუსმანსის ტექსტი და იუსმანსი როგორც მწერალი და მას ეს გარკვეული აზრით გათვალისწინებული ჰქონდა და გათვალისწინებული ყავდა როგორც რომ მისი არა მხოლოდ ტრილოგია, არამედ გარკვეული აზრით შეიძლება ითქვას რომ მარსელი რაღაცნაირად მოგვაგონებს აი პირველი რომანის რო გითხარით უკუღმა მის პროტაგონის დეზესანტს მარსელი ოღონდ მთხრობელი პრუსტის რომანის პროტაგონისტს მარსელს აქ სახელი, მაგრამ გვარი არა, გვარი არ ჩანს საერთოდ. ეს არის სხვათა მოდერნისტული რომანის ერთ-ერთი დამახასიათებელი მომენტია, მაგალითად პროცესში იოზეფ კა არის ინიციალი, გვარი არ არის და პროცესში კავკას რომანში და კავკას ბოლო რომანში შლოს იმაში ციხესიმაგრე ეს შეიძლება ვთვალოთ იმაში თავმოქმედ პირს მხოლოდ ინიციალი აქვს კ ასევე სრულად გააზრებულად მუზილის რომანს რომელიც ხშირად აღიქმება როგორც გერმანულენოვანი რეპლიკა პრუსტის რომანისა დაკარგული დროის ძიებაში Der Mann ohne Eigenschaften უთვისებო კაცი ულრიხი არის მთავარი მოქმედი, ასევე არ ვიცით მისი გვარი. გვარის არარსებობა მიუთითებს იმაზე, რომ მოდერნისტული რომანის პროტაგონისტი არ არის გენეალოგია. განსხვავებით კლასიკური რომანის პროტაგონისტისაგან, რომელიც ხშირად გაიგება როგორც ბილდუნგსრომანი, ანუ ჩამოყალიბების, ფორმირების, როგორც დავით კოპერფილდი მაგალითად, ხო? გერმანიაში ამას უწოდებენ ბილდუნგსრომან, გრიუნე ჰაინრიხ კელერის რომანი, ესე ქვია, პიროვნების ჩამოყალიბების. ერთ-ერთი ბოლო ბილდუნგსრომანი, თუ საერთოდ ბოლო ბილდუნგსრომანი არა, ეს არის თომას მანის ბუდენბროკები. სადაც არის სწორედ ეხლა ტოლსტოის ვაინა-ემი რომიდან მშვიდობა ძალიან გრანდიოზულია, შეიძლება ერთდროულად გავიაზროთ როგორც, მაგრამ ამავე დროს შეიძლება გავიაზროთ როგორც გარკვეული ბილდუნგსრომანიც. რატო? იმიტომ რომ გვაქვს აი სწორედ ეს გენეალოგიური ხაზი ნიკოლაი ბალკონსკი პირველი თაობა, მეორე თაობა ანდრეი ბალკონსკი და პატარა ნიკოლინკა, რომლის სიზმრითაც თავდება პირველი ეპილოგი. ეს ესკატოლოგიური სიზმარია ძალიან საინტერესო. როგორც არის სამი თაობა, ხო? სამი თაობა. და ბუდენბროკებში ხო ჰაინრიხი, თომას ბუდენბროკი და მისი შვილი ჰანო. ოღონდ აქ ყველაფერი როგორ არის, რატომ არის კლასიკურიც და არა კლასიკურიც, იმიტომ რომ გენეალოგიური შტო წყდება ბოლოს. ჰანო ხდება ბავშვი. და ძალიან საინტერესო მომენტია იქ გენეალოგიური ხე არის და პატარა ხაზს გაუსვამს თავისი სახელის მერე და რატო და მე მეგონა რომ ამის მერე არაფერი არ იქნებაო და მართლაც ასე ხდება. ანუ თომას მანის თხრობა, მანერა, კულტურა, სხვა 25 წლის იყო ეს რომანი რო დაწერა და როდესაც ნობელის პრემია მისცეს,
აი ხო ფორმულირებებია რეალურად მისეს ბუდენბროკებში. მიუხედავად იმისა, რომ დაწერილი ჰქონდა უკვე თავისი მესამე არჩეულებული რომანი Zauberberg. მეორე რომანი არის მისი სამფუძვლესობა. მესამე არის Zauberberg. მეოთხე არის ლოტა ვაიმარში. მეხუთე არის დოქტორი ფაუსტუსი. ბოლოს დაწერა დერერველთე რჩეული და დაასრულა ფელიქს კრული. რაღაცა რომანი გამორჩა 8 რომანი აქვს. მოკლედ ეს მომენტი რომ უგვარობა ნიშნავს სწორედ უგვარტომობას რომ თვისებები ამ შემთხვევაში ნიშნავს რას რომ ის არის ატომარული სუბიექტი რომელსაც სხვა ნიშან-თვისებები არ აქვს თავშтай გვარი არ აქვს წარმოშობა არ აქვს არ ვიცით თუმცა ულრიხის მამა ჩდება რაღაც მომენტში მაგრამ გვარი მაინც არ ვიცით ეს მუზულთან. მოკლედ რომანი როგორც ლაბირინთი და რომანი როგორც ტაძარი. აი ამ რომანი როგორც ლაბირინთი, სხვადასხვა კინემატოგრაფში გადავიდა ეს მომენტი, კერძოდ ლაბირინთი დროით თან ეს ძალიან საინტერესო მომენტია, რომელსაც შეიძლება ამ დროით ლაბირინთს ჰქონდეს თავისი სივრცული გამოხატულება, მეტაფორა. იყოს შეიძლება მაგალითად ტაძარი ვთქვით, შეიძლება სასახლე იყოს. კერძოდ ალენ რობგრიეს ალენ რენეს შესანიშნავ ფილმში ანედორნიემა მარიენბად შარშან მარიენბადში ესე უნდა ითარგმნოს ქართულად შარშან მარიენბადში არის სწორედ ასახული აი ეს ლაბირინთისეული სტრუქტურა დროისა, როცა არ ვიცით რა არის თემა, რა ხდება ქალსა და მამაკაცს შორის, რა ურთიერთობა მათ შორის, რა ტიპის ურთიერთობა, ეს ძალიან გავს ერთი მხრივ ფსიქოანალიტიკოსის და პაციენტის დიალოგებს, ძალიან გავს გამომძიებელისა და მოწმის დაკითხვის რო ეკითხებოდნენ ალენ რობგრიეს რობგრი არის სცენარისტი შემდეგ ეს დაიწერა მე როგორც სცენარი გამოქვეყნდა მაგრამ ეს არ არის რომანი ანუ საგანგებოდ დაიწერა ალენ რენესათვის შესანიშნავი ფრანგი რეჟისორი ახალ ტალღას მიეკუთვნებენ მაგრამ სიმბოლოში ეს არ არის ახალი ტალღა ეს პარალელური ახალი ტალღის და აი ეს შეიძლება ითქვას რომ გარკვეული აზრით აი ამ ალენ რენეს მარიენბადის სტრუქტურა გაიმეორა შაინინგში შესანიშნავმა ათგარდაცულმა ამერიკელმა რეჟისორმა სტენლი კუბრიკმა შაინინგი სადაც სწორედ აი ეს უშუალებელი სასახლე სასტუმრო გამოხატავს აი ამ ტექსტს როგორც ლაბირინთს და დროის სტრუქტურას რომელიც არის ლაბირინთისებური განმეორებადი პარალელური ციკლური არალინეარული არსებობს აბსოლუტურად ისეთი მყარი მომენტი რომ რეალურად ალენ რენეს მარიენბადის სტრუქტურა იმეორებს ბიოიკასარესის ერთ-ერთი მიკრორომანის სტრუქტურას რომელსაც ქვია მორელის გამოგონება გენიალურმა გამოგონებელმა მორელმა შექმნა
ის რასაც შეიძლება უწოდოთ გარკვეული აზრით შეიძლება ითქვას, რომ მთელი ეს გამოგონება სხვარაფერია თუ არა კინო. ძალიან საინტერესო რომანია და კინოში გადაიტანეს კინემატოგრაფის ენაზე ალენ რობლიემ და ალენ რენემ გადაიტანეს მორელის ეს გამოგონება და გაიმეორეს ეს ლაბირინთი, ოღონდ ეს ლაბირინთთან უკავშირდება ხო ასევე სტრუქტურული გამეორებადი გამეორებადი საუბრები, გამეორებადი მიზანსცენები, სცენები, ეპიზოდები და თავი რა არის ნარატივში თავი რა არის ნარატივში თავი არის რომ არსებობს გარკვეული მიმდევრობა A B C D თუ ეს არ არის მაშინ ნარატივი არ არის ანუ ჩვენ ვიცით რომ ჯერ ეს მოხდა მე ეს მოხდა ჯერ აქილევსმა გაბრაზდა აქილევსი აგამემნონზე და წავიდა მე პატროკლე აისხა იარაღი როდესაც ბერძნები შეავიწროვეს და გადავიდა ბერძნების დასახმარებლად ის მოკლა პრიამოსის ძემ ჰექტორმა ამის შემდეგ აქილევსმა გადაწყვიტა შურის ძიება და ჰექტორს როდესაც უყურებ როდესაც შენ უყურებ ალენ რენეს მარენბაც შენ არ იცი რა არის შემდეგ მოხდა აი ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ესე იგი შენ გაქვს თხრობითი დისკურსი მაგრამ არა გაქვს ფაბულა არ იცი რა მოხდა უფრო გვიან რა მოხდა უფრო ადრე ანუ ეს არის ფსევდონარატივი გარკვეული აგები და სწორედ ეს ქმნის ლაბირინთის ეფექტს ხო ანუ ლაბირინთის დროს ვიკარგებით სივრცეში და აქ დროში ვიკარგებით იმიტომ რომ დროის ერთ-ერთი მთავარი მომენტი რა არის მისი ლინიარულობა ხო ჩვენთვის რომ მომენტს მოსდევს B, C, D-ში და შევხვდით. მაგრამ თუ რაღაცა მეორდება და მით უმეტეს თუ ხდება დროითი რეგრესი, ანუ დროში უკან დაბრუნება, ხო? წარსულში დაბრუნება მაგალითად არა. ეს ქმნის დაახლოებით ისეთივე ეფექტს, როგორც მისენებინია, მაგალითად, როდესაც ნახატში ჩახატულია თვითონ ეს ნახატი. ბევრ ამას ჰერალდიკულ კონსტრუქციასაც უწოდებენ, რადგანაც ბევრი ღერბის რომელიღაც აი მხარეს ახლა არ მახსოვს თვითონ ეს ღერბი არის ჩახატული ეს რას ნიშნავს უსასრულობის ეფექტი რომ ეს ნიშნავს რომ ამ ღერბში არის ღერბი და ბორხესი ხშირად მიმართავს აი ამ დროითი რევერსის და ტექსტუალური უსასრულობის როგორც სარკეების ერთმანეთში ასახვის აი ამ ტექნიკა სარკე რომელიც უყურებს სარკე უყურებს სარკეს და ეს უსასრულოდ მეორდება სხვა შორის ანა ახმატოვის პოეზია მოდერნისტული პოეზიის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიშნავს ამ სარკეების ეფექტის გარშემო არის აგებული განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მისი შემოქმედების და გარკვეული აზრით და ეს მისი ცნობილი პოემა რომელსაც ქვია პოემა უგმირო პოემა პოემების გეროია ხო აი დაახლოებით აი ისეთივე in my beginning is my end ეს არის მისი ერთ-ერთი ჩემს დასაწყისში არის ჩემი დასასრული ესე იწყება 4 კვარტეტი მარტ ნორტონი პირველი ნაწილი ელიოტის პოემის ჩემს დასაწყისში არის ჩემი დასასრული და ახმატოვას ეს აქვს აღებული როგორც ეპიგრაფი თავის რამდენიმე ეპიგრაფია ამ პოემას და ერთ-ერთი ეპიგრაფი არის ელიოტის 4 კვარტეტის გვიან გააკეთებ და პირველი როცა თავი 40 წელს დაიწყო ამ პოემის წერა, მაგრამ ძალიან დიდხანს წერდა, რეალურად ლამის სიკვდილამდე წერდა. ანუ 66-ში გარდაიცვალა. ელიოტიც 66 წლად შორის. ელიოტი გარდაიცვალა იანვარში, ეს გარდაიცვალა მარტში. ახმატოვა. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ეს იოსებ ბროდსკი შესანიშნავი პოეტი, რომელიც
ორივეს მოწაფე იყო, ნუ ელიოტს არ იცნობდა პირადად, იმიტომ რომ როდესაც წავიდა უცხოეთში, უკვე გარდაცვლილი იყო ელიოტი. მაგრამ ელიოტის გარდაცვალებაზე აქ დაწერილი სამ ნაწილიანი ესეთი მინი პოემა. როგორც თავის დროზე ელიოტმა დაწერა, უკეთრად ოდენმა დაწერა პოემა ტრიპტიხი მიუძღვნა უილიამ ბატლერ იეიტსის გარდაცვალებას. იეიტსი გარდაიცვალა 29 ტექსტში ოდენს მასწავლებელს მე შეხვდა კიდე ოდენს და ოდენი ძალიან დაეხმარა ბროდსკის მის პრეზენტაციაში. ესე იგი ფსევდონარატივი და ნუ პოეზია გარკვეული აზრით, ახლა პოეზიაში როცა ჩნდება ნარატივი, როგორც ეს ის არის ფსევდონარატივი. იმიტომ რომ პოეტური ელიფსი, ანუ ჩაგდებული ჯაჭვი, რომელიც გოლებით ჩაგდებულია და ჩვენ არ ვიცით, ხო, ესე არ აგებული მაგალითად ეზრა პაუნდის კანტოები. მისი დაუსრულებელი, უშველებელი პოემათა რაღაცა ციკლი თქვა და ასე ხო. ეს რაც მოდის სხვადასხვა. ნუ უნდა რა თქმა უნდა ახლა ულისე ჯოისის ამ სტრუქტურით არის სხვა შორის იუნგს აქ არაჩვეულებრივი ესე ულისეს შესახებ, სადაც ის ამბობს, რომ ეს არის ტექსტი, რომელსაც არ აქვს თავი და ბოლდახული კი ვით არის, საიდან მიუდგე შეუძლებელია არ არის აქ არც დასაწყისი. კიდევ უფრო ესეთი ფორმით მან გაიმეორა ფინეგანს ვეიქში ჯოისმა, რომელიც ერთდროულად რამდენიმე ენაზე არის დაწერილი და არის ფრაზები, რომელიც შეიძლება წაიკითხო რამდენიმე ენაზე. როგორც ფინეგანს ვეიქ, რომელიც ნიშნავს გამოღვიძებას, ამიტომ გელურ ენაზე ნიშნავს ქელეხს. და ლაპარაკია ფინეგანი როგორც პერსონაჟი ფოლკლორული, რომელიც გადმოვარდა და მოკვდა თავის ქელეხის დროს აღდგა. ანუ ყველაფერი არის გათამაშებული ამ ვეიქში, ხო? მაგრამ წიგნი კიდე ერთი მომენტით არის საინტერესო, იგი განსაკუთრებით ხო, ნუ ის რაც იყო ერთადერთი წიგნი, ხო, მე გითხარით კიდე ამის შესახებ. და ეს წიგნი შეიძლება იყოს წიგნი რომანი, შეიძლება იყოს როგორც არა მარტო რომანი, პოეტური ტექსტიც, კანტოების შემთხვევაში შეიძლება იყოს ტაძარი, შეიძლება იყოს ლაბირინთი, ანუ მას შეიძლება ჰქონდეს სტრუქტურა, სადაც ხდება ესე ვამბობ დროითი ლაბირინთის აგება, ტემპორალური ლაბირინთი, როდესაც შენ არ იცი ფაბულა რეალურად. იმ აზრით, რომ არ იცი რა მოხდა რის შემდეგ და ამ სტრუქტურას მიმართა ორჯერ მაინც, თუმეტჯერ არა, მაგრამ ორჯერ ნამდვილად. მე ვცაგუნეს ერთ-ერთმა შესანიშნავმა ასევე არგენტინელმა მწერალმა ხულიო კორტასარმა თავის რომანში ჯერ სამოცდაორი ასოწყობი მოდელი რაც აი ზუსტად ეს არის გაკეთებული, ესე იგი შეიძლება წაიკითხოს სხვადასხვა მიმდევრობით, ხო? და შემდეგ ეს სტრუქტურა გაიმეორა პირდაპირ იმაში, უფრო ზუსტად ის ინსტრუქციით, რომ აი რა თავები, შეიძლება წაიკითხოთ მიმდევრობით, მაგრამ არის ინსტრუქცია. ამ თავის შემდეგ ეს თავი, იმ თავის შემდეგ ეს თავი, ანუ ერთდროულად არის რამდენიმე რომანია. შეიძლება წაიკითხოს სხვადასხვანაირად.
ეს პირველი რომანი გამოქვეყნდა გვიან გამოცდები თუ გამოცდა ესე გამოქვეყნებული რომანებიდან პირველი არის ჯილდოები მერე დაწერა ეს 62 შემდეგ დაწერა პრინციპში ლაპარაკია თამაშზე, კლასობანას თამაში არგენტინულად ამას ესპანურად, მაგრამ არგენტინულ კულტურაში კლასობანას ჩვენი კლასობანას ანალოგია. თამაშის სახელი ქვია. რატო? იმიტომ რომ სხვადასხვა რიგი არსებობს, ხო გახსოვთ კოჭის ყრით და ბოლო რომანი მისი სიცოცხლეში რაც გამოქვეყნდა მანუელის წიგნი. ანუ ამით ასგოუნება რომ რაზე მიგვიწევს მანუელის წიგნი, იობის წიგნი, ხო? ბიბლიური ანალოგები და ნუ სათაურები ეგეთი კონდა ხო უილიამ ბლეიქს არა ტელის წიგნი რომელიც ასევე ბაძავდა ამ ბიბლიურ ტრადიციას. სოლომონის წიგნი, იობის წიგნი, სოლომონის სიბრძნის წიგნები. ხო თავისთავად ხო ეს ბიბლია რას ნიშნავს ხო წიგნები, ანუ ბიბლიოთეკა. და ისე უბრუნდებით აი ამ ესე იგი წიგნი როგორც უსასრულობა სამყარო როგორც ბიბლიოთეკა, სამყარო როგორც ლაბირინთი როგორც ბიბლიოთეკა. მაგრამ ძალიან საინტერესო ტრადიცია იყო საშუალო საუკუნეების ტაძრებში ლაბირინთს გამოსახულობდნენ ხოლმე და მინოტავრი ეშმაკი. ანუ ძალიან კარგად გადააზრებული ბევრ ტაძარში არის და მათ შორის შარტშიც არის ლაბირინთი გამოსახული. მინოტავრი როგორც ეშმაკი. ანუ დაძლეულია ტაძარში ლაბირინთი. თქვა ასე. ამ თვალსაზრისით შეიძლება ითქვას, რომ ესე იგი წიგნიც შეიძლება იყოს ლაბირინთი, შეიძლება იყოს ტაძარი, შეიძლება თვითონ რამდენიმე სახით იყოს აქტუალიზებული როგორც სტრუქტურის, ასევე თემატიკის დონეზე. და თემატიკა და სტრუქტურა გადაძახილი კონდეთ ერთმანეთთან და ესეც არის გარკვეული სახით მე ესე ვიტყოდი ანარეკლებით თამაში და უსასრულობის ეფექტს ქმნის, ხო, როგორც აი სარკეების ასახვა ერთმანეთში მიგითხარით ახმატოვას პოეზია, ან ახმატოვას პოეზია ამით არის დაკავებული და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია ახმატოვასთან ის только зеркало, зеркалусница. სარკე, რომელიც ხო სიზმარით თავისთავად სიზმარით როგორც გარკვეული ტექსტი, ხო, რომელიც არის ასევე რეპლიკა და შეიძლება წავიკითხოთ როგორც ტექსტი, ხო? ნუ ეს ძველი ამბავია, ხო, პირველი ონეირო კრიტიკონები არტემიდოროსის ჯერ კიდე ანტიკურობაშია, მაგრამ შემდეგ ფროიდმა, აი რაც არის ფროიდი ძალიან დიდ დამსახურება, სწორედ სიზმარი გაიაზრა როგორც ტექსტი. რომელსაც აქვს თან კინო ნარატივის სახით და სრულად არა შემთხვევით სიზმრისა და კინოს წაკითხვა როგორც ნარატივის, რა, რომელი დროში ხდება. თან რა ახასიათებს სიზმარსაც ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ეს ფსევდონარატივია. არიცი, რა არის შემდეგ ხდება და ექვემდებარება რევერსს და დრო ციკლურია და არა ლინეარული, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, ანუ რომანს შეიძლება კონდეს და ფილმს სწორედ სიზმრის სტრუქტურა და სიზმარი პირიქით წავიკითხოთ ამ ტექსტი ანუ როგორც რომანი, ხო? რომელსაც გარკვეული ჰერმენევტიკა, ეს საკმაოდ არქაულია, საერთოდ მოდერნიზმში ძალიან ბევრი რამე არის სრულად არქაული.
დროთა პლასტები ირევა, აი ეს ყველაფერი ოსიპ მანდელსონს მეორე შესანიშნავ რუს პოეტს აქვს ესეთი ლექსი, რომელიც შეიძლება ვთარგმნოთ როგორც სათაური, როგორც ნალის მპოვნელისადმი. ნალის მპოვნელისადმი და იქ არის რომ დრომ მოხნა ეს ხნული და სხვადასხვა პლასტები ეს აღარ ნუ დროის სხვადასხვა პლასტები არის აღრილ-დაღრილი, არ არის ერთიანი და ამიტომ მიწა მეტაფორით გუგუნებს, როგორც მეტაფორა, ანუ ანალოგიების. მეტაფორა სწორედ აი ამას აკეთებს, ხო, აი ანალოგიის სარკისეულის ეფექტი, პოეზიის ეფექტი არის ეს, პოეზია რას გვიშვება, ნუ აქ არის ლაპარაკი მოდერნისტულ პოეზიაზე, ცხადია, მე არ ვლაპარაკობ კლასიკურ ეპოსზე, სწორედ ლაპარაკი აი მოდერნიზმის რაღაცით ეს რომანის სტრუქტურა ლექსზე მსგავსება აქედან გამომდინარე, ხო? ზოგიერთი წერალი ამას შეეცადა კიდეც, მაგრამ დერთოდ des ვირგილიუს სიკვდილი, ჰერმან ბროხის რომანი, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ავანგარდისტული სტრუქტურით შექმნილი. ამ დროს თვითონ ავტორი იყო უყურეთ ეს ჩვენ არასწორი წარმოდგენა გვაქვს ხოლმე რა არის კლასიკური, რა არის ტრადიციული, რა არის მარადიული, რა არის პერმანენტული. ბროხის რომანი ვირგილიუსის მთავარი იდეა რა არის, რომ ვირგილიუსი არის ქრისტეს წინასწარმეტყველი. დაწერილია აბსოლუტური ორთოდოქსული კათოლიკური პოზიციიდან. მაგრამ ეს სულაც არ უშლის მას ხელს, რომ შექმნას აბსოლუტური ავანგარდისტული სტრუქტურა პირიქით. იმიტომ რომ ქრისტიანობა არის არა წარსულში არის, არამედ არის მუდამ. რეალურად ის ჩვენს წინ არის, როგორც ევქარისტიის თასი. ბარძიმი. აქედან გამომდინარე, ეს სტრუქტურა არის ძალიან საინტერესო, ესე იგი რომანის ცენტრი, ისე ალბათ უდიდესი ნაწილი ეს არის მომაკვდავი ვირგილიუსის და იმპერატორ ავგუსტუსის საუბარი. მე გითხარით, ხო? ენეიდა და ბიბლია სრულად უცნაურად ხდის განგებით ერთმანეთს ერითმება და ერთი სტრუქტურა აქვთ. როგორც ბიბლია რაზეა მისიისა და მოხმობის შესახებ. როდესაც ღმერთმა მოუხმო აბრაამს და გამოიყვანა საკუთარი მიწიდან და წაიყვანა აღთქმულ ქვეყანაში. ასევე ენეასი გამოიყვანეს დამწვარი ტროიდან და მას აქვს ახალი მას აქვს თავისი მისია. ეს არის მისიის და ბედისწერის ადამიანი. მან ქალაქი უნდა დააფუძნოს, რომი. ამიტომ რომი რატო არის მარადიული? რომი არის დამწვარი ტროა, რომელიც აღდგა. და ამიტომ რომი არის მარადიული. ეს იდეა რომა ეტერნა უკვე აბსოლუტურად გააზრებული იყო რომაულ ისტორიოსოფიაში. ანუ რომი უკვე თავის თავში შეიცავდა მატრიცას ისტორიულს მომავლის განზომილებას. და სწორედ ამიტომ დაჯდა მივიდა პეტრე სადაც მივიდა რომში. ანუ ამ აზრით ვირგილიუსი როცა გაიაზრეს როგორც ქრისტეს წინასწარმეტყველი, როდესაც ვირგილიუსი გაიაზრეს როგორც ქრისტეს წინასწარმეტყველი, სწორედ ეს მომენტია. აბრაამი და ებრაელი ხალხი არის მისიის ხალხი, რომელიც პილიგრიმობს. შემდეგ უკვე ეს მისია გადავიდა ეკლესიაზე და ეკლესია ქრისტიანი ერი გახდა ებრაელი ერის მემკვიდრე
და ჩვენ ქრისტიანი, როგორც ქრისტიანი ერი და მისი ნაწილი პილიგრიმობთ უფლისმეორე მოსვლამდე. მაგრამ ამავე დროს არ უნდა დავიწყოთ ისიც, რომ აი ამ ქრონოტოპოს რის შესახებაც ჩვენ ლაპარაკობთ, ამავე დროს აქ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი განზომილება ტაძარი, წიგნი, წერა, როგორც ობიექტი, როგორც ჭვრეტითი ობიექტი და როგორც გარკვეული აზრით შეიძლება გავიაზროთ წერის ხელოვნება, როგორც მედიტაციის და ჭვრეტის ხელოვნება. გარკვეული აზრით აი ჩვენ ვაპარაკობდით, რომ მოდერნისტული პოეზიის სათავეში არის ეგნატესეული სულიერი ვარჯიშები, როდესაც აქედან განვითარდა ეს ძირითადი ტოპოსები, პირველ რიგში იეზუიტ პოეტთან რიჩარდ საუტვილთან და შემდეგ ამან მოგვცა გარკვეული მთელი ესეთი საინტერესო მოსავალი ინგლისურენოვან devotional poetry, რასაც შეიძლება უწოდოთ devotional poetry, როგორც მიძღვნითი პოეზია, მიძღვნითი გაგებით, რომ ეს არის არა ჩვეულებრივი პოეზია, არის პოეზია, რომელიც სწორედ წარმოგვიდგენს ცალკეულ ლექსს, ცალკეულ ტექსტს, როგორც მედიტაციას გარკვეულ თემაზე. თემა როგორც ტოპოსი. აქედან გამომდინარე, შეიძლება და მართლაც მაგალითად ისეთ პოეტებთან, როგორც არიან ტომას ტერენს ელიოტი ან პოლ კლოდელი, ეს აბსოლუტურად გააზრებულია. ისინი როგორც რელიგიური პოეტები, ქრისტიანი, კათოლიკე, ანგლო-კათოლიკე, ელიოტის შემთხვევაში კათოლიკე, პოლ კლოდელის შემთხვევაში აბსოლუტურად გააზრებულია შემოქმედება როგორც ჭვრეტითი მედიტაციის ნაირსახეობა. მე წინა ერთ საუბარში აღვნიშნე, რომ კლოდელს აქვს გააზრებული ლექსი როგორც გარკვეული ლექსი ფართო გაგებით ამ შემთხვევაში არ გვესხო კონკრეტულად ლექსი როგორც პოეზია და პოეზია როგორც ლექსი აქვს გააზრებული როგორც გარკვეული იერარქია სამი თქვა და ასე სიბრტყისა და ამ შემთხვევაში პოეზიას აქვს დაახლოებით ისეთივე სტრუქტურა როგორც ისტორიას. ანუ კლოდელი ამბობს თავის პოემაში, შეიძლება დავუყო პოემა ან გრძელი ოდა, არა იმდენად ოდა არა, მას აქვს ასეთი 5 დიდი ოდა, მაგრამ ეს სხვა ტიპის ტექსტია. მას ქვია ტოკიოს შიდა კედელი. და მართლაც ეს ტოკიო ძველი ქალაქის კედელზე ალაპარაკი, რომელსაც მიყვებავდა და რომელიც სულ მარჯვენა მხარეს არის. აი როცა ის დადის ამ ქალაქში და აქაც ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია სიარული როგორც ასევე მედიტაციის ხელოვნება. სიარული როგორც შინაგანი სიარულიც არა უბრალოდ აი ჩვენ თქვით პილიგრიმობა, ხო, ეს ისტორიული ფიზიკური პილიგრიმობა, თან სულიერი აი ეს 40 წელი რომელიც ეს არის ამავე სულიერი უდაბნო როგორც სულიერი ფენომენი, ანუ სიმბოლური და რეალური ემთხვევა ერთმანეთს. აი კლოდელის ამ ლექსში აი სულ და ეს კედელი და რაღაცა მომენტში უცებ ისამოსა შესაძლებელია ლექსის წერა სამი პოზიციიდან პირველი წმინდანები, ну ეს არის ოდა რა თქმა უნდა, როცა ჩვენ წმინდანებზე პანეგირიკი, ენკომიონი, რომლებიც მოდიან ისტორიის თხემზე. ხო? თითქოს აი ისტორია როგორც მდინარე დროის მდინარე არის გაქვავებული, ან რაღაცა როგორც წყალი არის გაქვავებული და შეგვიძლია აქ მე მაშინაც გითხარით წინ ისინი საუბარში, რომ აქ გვახსენდება იოანეს გამოცხადების ეს ხატი ბოლოსკენ უკვე, როდესაც არის ესეთი საოცარი ხილვა. იოანე ხედავს გაქვავებულ ზღვას და ზღვა და ტბა
ახალი აღთქმისეულ ტექსტში ყოველთვის არის წუთისოფელი. წუთისოფლის აი ეს ორონტრიალი და ეს ხელვა, ზღვის ხელვა, აი ზღვაზე რომ ერთი ნაპირიდან მეორეზე გადადის მაცხოვარი, ხო? და უცებ ჩაიძინება და ეს ზღვა ღელავს და ეს შერისხავს, გააღვიძებენ და შერისხავს და ვინ არის ის, ვისაც ემორჩილება წყალი და ზღვა? წუთისოფელი და ყოველივე, ხო? ეს ქარი, სულწმინდა და ზღვა, წუთისოფელი მას ემორჩილება როგორც შემოქმედს, ხო? გაქვეყნებული არის როგორც ქარვა, აი ეს ქარვასავით არის გაქვეყნებული და ამის თავზე დგანან წმინდანები. მარტვილები, წმინდანები და მღერიან მოსეს სიმღერას. ანუ ჰიმნს, საქართველოს სიმღერას, მოსეს სიმღერას, მოსეს ჰიმნს. მოკლედ მეორე დონე ეს არის აი როგორც ქუჩა, თანამედროვე ქალაქის. სადაც უამრავი ხალხი ირევა, ქმნიან ერთიან სურათს, მაგრამ ყველას აქვს თავისი გზა, თავისი მარშრუტი. და მესამე ის რაც ხდება სიჩუმეში, როგორც მსხვერპლი, ყვავილი ჩავარდა დინარეში, გაიკაშკაშა ხის ფოთლებზე გაიკაშკაშა მან რა ქვია შუქმა, ზის შუქმა. აირეკლა ათინათი სარკეში, ხო? და აი ეს შინაგანი ესეთი თითქოს ყოველდღიური ან რაღაც ესეთი აი შრიალი იმის რა ქვია, ქარი აშრელებს კუნელის ბუჩქს და ეს როგორც შტაბეჭდილება, რომელიც ბადებს გარკვეულ შინაგან სულიერ მდგომარეობას ადამიანში, ხო? აი ტარკოვსკი ვახსენე გახსოვთ, აი ეს ბუჩქი, რომელიც აი ქარისაგან ირხევა, ხო? და ეს მოკლედ ეს არის მესამე, ეს ამ სამის ერთიანობა არის სწორედ აი პოეზიის, ანუ ან და ისტორიის ეს სამი დონე შეიძლება ითქვას და რაღაცა მომენტში ტაძრისა და ლაბირინთის გარდა თქვა კიდე სტრუქტურა იმისა, რასაც შეიძლება უწოდოთ, აი ეხლა გადავალ შემდეგ საუბარში ამას შევეხები, აი დროის მდინარის აი ესეთი ხატი და მისი მოხელთება როგორც გარკვეული ხელოვნება ეპიფანიისა. ეპიფანია არის რაც გვეძლევა, მაგრამ როდესაც შეიძლება ამის მოხელთება და გამოხატვა, ეს უკვე არის შტაბეჭდილება და ამაზრით ეს შეიძლება იყოს ტექსტი, რომელშიც არის ასახული სულიერი გამოცდილება. შეიძლება იყოს მისტიკოსის დღიური, ეს შეიძლება იყოს მისტიკური ტრაქტატი, ეს შეიძლება იყოს თეოლოგიური ტრაქტატი, ეს შეიძლება იყოს ისტორიული ტექსტი, ეს შეიძლება იყოს პოეტური ტექსტი. ან შეიძლება საერთოდ არაფერი დაიწეროს და ეს იყოს მხოლოდ როგორც სულიერი შტაბეჭდილება, ადამიანი ამაზრით როგორც აი ტექსტი, რომელშიც არის აი ეს ადამიანი იეროგლიფი, რომელშიც არის აი ეს როგორც ქარვაში წერი, ის არის გაქვეყნებული და მოხელთებული აი ეს შინაგანი სულიერი გამოცდილება სუბიექტში.